პრაქტიკულ ნაწილზე თუ არ გავამახვილებთ ყურადღებას, მაშინ რანაირი მართლმადიდებლები გამოვიდართ. ანუ ეს გამოდის, რომ ჩვენ მარტო გონებით და ბაგეებით ვართ მართლმადიდებელი. ხომ? სწორად შეიძლება შევიმეცნეთ, სწორად ვისწავლეთ, სწორად გამოვთქვამთ, კარგია ეს, თავისთავად კარგია და სასარგებლოა, მაგრამ რა აზრი ექნება ამ ყველაფრის შემეცნებას და შესწავლას, თუ მართებულად არ ვიცხოვრეთ, შესაბამისად არ ვიცხოვრეთ. ანუ მართებული სწავლება იმისთვის არის საჭირო, რომ შემდგომ შეძლო ამ მართებულ სწავლებაზე დაფუძნებით მართებული ცხოვრება. აგერ ხელოვნური ინტელექტიც რომ არის, მან შეიძლება კი არა ჩვენზე მეტი იცის. თეორიაში იმდენად დახვეწილი არის, რომ ჩვენ სად შევძლებთ ამ ხელა ინფორმაცია ჯერ აკუმულირება მოვახდინოთ საკუთარ თავში და მერე უცბად ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გავცეთ, ეს ხომ არ შეგვიძლია. ანუ რა გამოდის, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო მართლმადიდებელია ვიდრე ჩვენ? ეს ხომ აბსურდი იქნება. ანუ სწავლებაზე მარტოოდენ მართლმადიდებლობის დაყვანა ეს დიდი უგუნურება არის. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლებასთან ერთად ჩვენ უნდა ცხოვრობდეთ სწორად და მართებულად.